ოკეი. თუ ვარჯიში ახალი დაწყებული გაქვს და შეამჩნია უკვე სასწორზე, რომ 4-5 დღეში უკვე 2 ან 3 კილოგრამი დაიკელი, დამიჯერე. ეს ცხიმი არა, ეს არის გლიკოგენი, რომელსაც ძალიან მარტივად აღიდგენ თუ კვებას წაარღვე. ალბათ სკოლის მასალიდანაც იცი, რომ გლიკოგენი არის ჩვენი ენერგიის წყარო, რომელიც ინახება ღვიძლში და ჩონჩხის კუნთებში. 1 გრამი გლიკოგენი იკავშირებს 3-4 გრამ წყლის მოლეკულას. როდესაც ჩვენ ვიწყებთ ვარჯიშს, მაშინვე იწყება ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი ენერგიის წყაროს გახარჯვა. ეს არის გლიკოგენი. ზემოთ უკვე ვახსენე, რომ 1 გრამი გლიკოგენი იკავშირებდა 3-4 გრამ წყლის მოლეკულას. გლიკოგენის დაწვის შედეგად გამოთავისუფლდება მასთან დაკავშირებული წყლის მოლეკულები, ძირითადად ოფლის ან შარის გზით. სწორედ ეს მარტივი პროცესი იწვევს სასწორზე კილოგრამების ვარდნას. მეორე მხრივ მივუდგეთ ამ საკითხს, წარმოიდგინეთ, რომ 2 კილოგრამი, თქვათ, მოდი 1 კილოგრამი ცხიმი ავიღოთ. 1 კილოგრამი ცხიმი უდრის 7000 დაახლოებით 7700 კილოკალორიას. ანუ უყურე, რომ ავიღოთ 2 კილოგრამი, თქვათ, 4-5 დღეში დაწვით 2 კილოგრამი. 2 კილოგრამი უდრის კილოკალორიებში დაახლოებით 15000 კილოკალორიას. ანუ 3-4 დღეში, 4-5 დღეში იყოს. ამ კალორიების განა რა დეფიციტში უნდა გახვიდეთ, რომ 15000 კალორია დაწვათ. არ ვიცი. თუ რაიმე კიდური არ მოაშოეთ ორგანიზმს, ამნე კალორიას არ ვიცი რაიდან დაწვათ. ანუ პროპორციულად რომ მივუდგეთ, წარმოიდგინეთ, რომ თუ 1 კილოგრამი არის ცხიმი, არის 7700 კილოკალორია, მე თუ დღიურად გავალ დეფიციტში 500 კილოკალორიით, გამოდის, რომ 1 კვირის მანძილზე, ანუ 7 დღეში დავწვავ 3500 კილოკალორიას. ანუ 9 კილოგრამს. ანუ უფრო რეალურია კვირის განმავლობაში შესაძლებელია თუ ვარ კალორიულ დეფიციტში, შესაძლებელია ჩემო ორგანიზმმა დაწვას 9 კილოგრამი. ცხიმი, რა თქმა უნდა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, როდესაც мотиваციას კარგავენ ხოლმე, როდესაც ვარჯიშის დაწყებიდან 3 ან 4 კვირის შემდგომ იწყება ხოლმე სასწორის, ასე ვთქვათ, გაჩერება, ანუ თითქოს წონაში ვეღარ იკლებ, გაჩერდა რა წონა. წონის გაყინვა. ეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც მთელი თქვენი ენერგია უნდა მოიკრიბოთ, რადგან ზუსტად ამ დროს იწყება, გლიკოგენისგან ფაქტორულად დაიცალა ორგანიზმი, უკვე ხართ კალორიულ დეფიციტში და ორგანიზმი უკვე იწყებს იმ ცხიმის წვას, რომელიც თქვენ მართლა გჭირდებათ სასწორზე აისახოს. ეს არის ის მომენტი, რაც მართლა თქვენს ინტერესებშია. დანარჩენი 2-5 დღეში და 1 კვირაში რა ხდება, ეს არ არის თქვენი ინტერესი. ეს არის გლიკოგენის დაშლა ვარჯიშის დაწყებიდან რამოდენიმე დღეში, რომელსაც ძალიან მარტივად აღიდგენთ, თუ მალევე დააღოთ კვებას და მალევე დააღოთ კალორიების დეფიციტს. ამ თემაზე იმიტომ გადავიღე ვიდეო, რომ ბოლო ხანებში ყველაზე მეტი კითხვა და ყველაზე მეტი განხილვა ამ საკითხთან დაკავშირებით მხდება და ხო, მე დავბრუნდი YouTube-ზეც, დავბრუნდი სოციალურ ქსელებშიც. დიდი ხანი გავიდა, წლები გავიდა, რაც YouTube-ი გავაჩერე. იქ ერთი დარბაზი გავხსენით, მე მეორე დარბაზი. ანუ ვინ ჩემი მაყურებლები იყავით, ბოდიშს გიხდით, რომ ვეღარ გავაგრძელე, მაშინ ძალიან ისეთი სიტუაცია იყო, რომ არანაირი ფინანსური და ფიზიკური რესურსი მაშინ არ მქონდა YouTube-ისთვის. წამოწყება კარგი იყო, მაგრამ განვითარებას აზრი არ მქონდა, იმიტომ რომ არავის მიმხელა ინტერესი არ გამოჩნდა. ახლა უბრალოდ დავლაგდი შედარებით უფრო და მინდა რომ ეს არხი ისევ გავაცოცხლო, ისევ გესაუბროთ სამეცნიერო ფაქტებზე, რეალური სახით შეგახედოთ ფიტნესზე და არა უბრალოდ რაღაც ტრაფარეტული სიცოცხლეებით. ასევე, რა თქმა უნდა, ჩემი ძმას გამოჩნდება ხოლმე ჩემს ვიდეოებში, როგორც ეგ. დამიკომენტარეთ თუ რაიმე საკითხი გაწუხებთ და გაინტერესებთ. შეძლებთ დაგვარად მოვიძიეთ მასალებს, სამეცნიერო კვლევებს, გადავხედავ ამჟამად რა არის რელევანტური თქვენი საკითხისთვის, თქვენი პრობლემისთვის და განვიხილავ ამ ვიდეოებში. ხო. მადლობა რომ იყურეთ.